ხალხმა ვიგრძენით ადამიანებად თავი. ნამდვილად მე პირადად უშუალოდ ვიგრძენი რომ ვარ საქართველოს მოქალაქე უკვე და არა ვიღაც რომელიც რთული გითავს ქუჩაში გამოსვლაც აღარ მინდოდა. საზოგადოებრივ საუბრობდი ისეთ ხალხთან, რომლებიც ვიცოდი რომ ანაც არ მოსწონდათ, მაგრამ თითქოს ზოგი 40 ლარს იღებდა, ზოგი რაღაც იღებდა და თუმ რაღაცის მიზეზით ვერ ამბობდნენ იმას, რაც საქმეა. პოლიცია იყო პოლიტიზირებული ორგანო. ახლა თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში როგორ აპირებთ ამ იყო პოლიტიზირებული და ზუსტად არა მათი ჩამოვიდა არ ასრულებდნენ არავითარ დავალებას გარდა ერთი იტყოდა რომ ეს გასაშვებია. ცოტა დამთავრებული ვარ კანონზე ლაპარაკი აღარო კანონი აღარ კანონობდა და ეს ყველას ვთქვოდა გუსტა. ეხლა მე როდესაც ვიგრძენი რომ მოვიდა ქვეყანაში ის ძალა რომელმაც კანონი უნდა აზეიმოს და უნდა იზეიმოს კანონის უზენაესობა უნდა იყოს მოხარული ვარ მე ამ ხლის ასაკში მოვიდე ესა და ჩემი გამოცდილებით არ მინდა არავითარ პოლიტიკაში ჩარევა არავითარ მე უნდა ვასწავლო ჩემი საქმე მიხარია რომ გავაკეთებ იმ საკეთებელს რომელიც არის ხალხის მომსახურო დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძოლო ჩემი გამოცდილება გავზარდო ახალგაზრდაობა და დავტოვოთ იმათ კიდე იმსახურონ ისე რომ იცოდნენ რომ კანონზე მაღლა არავინ არ ადგას რაიონში ბევრი რამეა 3-4 თვეა ფანხარზე არა დადებული არაფერი არა გაკეთებული ხალხი ალბათ ფიქრობდა რომ პოლიცია არც არსებობს ყარაულის ფუნქციებად იყვნენ გადასვლები ახლა ჩვენ ჩავატარეთ ოპერატიულ ღონისძიებებს გავალთ შევხვდები მოსახლეობას და ამის მიხედვით თანამშრომლებსაც მივცემთ საშუალებას გამოავლენენ იმუშავებენ და კადრები რა თქმა უნდა ცვლა უნდა ზოგი გადავაადგილოთ გადმოვადგილოთ და მივცეთ დასაწინაურებლად დავაწინაუროთ პენსიის გასაშვები წავიდეს ვისაც არ ედგომება და იყვენ ისე ჩადიოდნენ ისინი თავის უნდა წავიდნენ. ცაგერის რაიონის სამმართველოში მოვიდა ახალი პოლიციის უფროსი, რომელიც შეხვდა სამმართველოს თანამშრომლებს სრულ შემადგენლობას, იყო შესაბამისი თათბირი, სადაც უფროსის მიერ გაცხადებული იყო ის ტენდენციები და ეს ნოვაციები, რომელიც განხორციელდება პოლიციაში და აი აბსოლუტურად ნებისმიერი თანამშრომელი ფიქრობთ, რომ ეს ტენდენციები და ეს ცვლილებები მიმართული იქნება იქეთკენ რომ განხორციელდება უფრო ეფექტური ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისიც რომ პოლიცია იქნება აბსოლუტურად აპოლიტიკური სტრუქტურა რაც ასევე მნიშვნელოვანია და აამაღლებს თვით პოლიციის იმიჯს საზოგადოებაში